მოგესალმებით, მე ვარ მარიამი, თქვენ ხართ არხზე რა გეიმი. დღეს გავიგებთ, ვის აქვს ყველაზე ძლიერი ინტუიცია და ვიწყებთ. გვაქვს 6 რაუნდი, დაურიგებ მოთამაშეებს თითოეულ ბარათს და იმ რაუნდს ითამაშებენ, რომელ ბარათსაც ამოირჩევენ თვითონ. მეორე რაუნდი. მეხუთე რაუნდი. პირველი. მეოთხე. მესამე რაუნდი. აი 6. და ვიწყებთ პირველ რაუნდს. შეთიკო გაქვს 30 წამი და შენ უნდა გამოიცნო, რომელი უსმენს საუდიან მუსიკას. ო, რა შევეცდები? მოკლედ ვიწყებთ. იმას თუ საუდიანი არა აქვს ეგა მეს. შარტენზე ჩავიარე, კაფეში დაგინახე, პიცას რომ ირთმევდი შენასლარად. რა კაი ბასები ქონდა იმას არ იქნება საუდიანი. აი ამ ორიდან ერთი. ამას აქვს საუდიანი სიმღერა. დევიანა 100% დარწმუნებულია რა. ჰა? რა? რა მითხარი? შენ მითხარი? არა. კაი. მირას აქვს საუდიანი სიმღერა ჩემი აზრით მეგობრებო. არ ვიცი რამდენი მართალი ვარ, მაგრამ მოკლედ შეთიკო ვერ გამოიცანის საუდიანი მუსიკა ქონდა თამარს. არა მე მოვიგე? ვიწყებთ მეორე რაუნდს, ისევ აქვს შეთიკოს 30 წამი და უნდა გამოიცნოს ვის აქვს საუდიანი მუსიკა ჩართული. ვიწყებთ. Who let the dogs out? Who let the dogs out? Who let the dogs out? მე ამეტანი აქტიური ყავ შენ გამორიცხე. საჯიქი. ბიჭო. მე ვფიქრობ რომ შენ გაქვს საუდიანი სიმღერა. ისევ შეცდომა დაუშვით. შენ გაქვს? სულ ამას რატო უთავდი? ბიჭო, ეს ეგაა სულ ერთნაირად. კაურჩი კორპორატიულზე ხა ტიპი ასეც ეყავს იმას თუ რა. შეთიკო ისევ დამარცხდი. ჩაიხო. დავიწყოთ. კი დაიწყე. მორჩა, ხო, შეგიძლია აღარ იცეო. მაგარი რეთები მე გამეკეთებინა და რატომ მაცადე? ხო, ვიცი. მატყუებს აბა ხა რომელს უნდა ჩემი მოგიბარ, ნახე რა სახიტებურებია 100 ლარზე არიან დახამებული იმე. ბიჭო რა ილეთზე გავაჩერო. საუთ უნდა გაგეკეთო. ეს არის აფერისტი. ეს არის აფერისტი, ხო? არა? არა, ეს. შეთიკოს აზრით მირას ქონდა ჩართული. არა? ამჯერადაც სამარცხო შეთიკო გამოიწიშე ვიწყებთ მეორე. მოიცავს მე ხო. რომელსაც თამაშობს ვიკა და ვიკამ უნდა გამოიცნოს ვინ სვამს არ აქვს. ბოჩკი. ყველა ერთად. მოგეფეისი მიიღე ხა. და რა იყო ეს შემაკი. მოკლედ ორს ვეჭვობ მე. შენი აზრით? ხა თვალებსაც ვაკვირდები ცოტათი რომ ისავა უჟუჟუნ. ანუ უკვე ეს თოთელი მაგარი აი. ვიკა. მოდი ამ ეტაპზე მე ვიტყვი მირას. სამწუხაროდ ვერ გამოიცანი ვიკა მირას არ დაურევია საქმე. აი ამოსულ. აბა ვინ ახლა მისაყოლებელი. ახლა არ შე. ყოიზე რომ ასმენ. ახლა ნობიო გამოიტანი. სანტება და პროცესს გამოუშვებია. შენ იყავი ხო? მეგობრებო, გახარებული ტოპი. შეგემრია რა ვიცი, გახარებული. აბა შეგე. ვიკას აქვს მეორე შანსი გამოიცნოს ვინ სვამს არ აქვს. ასონტერი დაგეცოვი. შეთიკო რანაირად მოახერხე დალიეთ უკვე? მარიამი. ვიკამ გასახელა მარიამი. უკვე დავსაღელი. კარგი, ამჯერადაც ვერ გამოიცნო. ამჯერადაც ვერ გამოიცნო. დათვა მაგნე ხარ ხო? აბა შემდეგი ჭიქა, შემდეგი. ვიკას აქვს ბოლო შანსი გამოიცნოს ვინ სვამს არ აქვს. მარიამ, ალავერდი შენთანო. და მეგობრებო, ეს რა. კარგი, ამჯერადაც არ იქნება ადვილი ვიკა. ღმერთო ჩემო, რამდენი დაიჭყანა? თითქმის ყველა. ვიკა, დაასახელე შენი აზრით. დავი, წარმოდგენა რა მოქვს. ინტუიცია. ვიკა შეწარმოდგინა რაზე გეკითხა.
ძალიან აგიბჭყელდა თვალები, მე მაგრამ სუბჭყიანა ვარ. კეცი გოგო. ბიბიაყიდის კევებს გადაიყვანე. ადიგო. ახლა მართლა აწიწლდა რა. დავამტკნარი 9 ჯერ. ადიგო. კარგი, ადიგო. გადავწყვიტე. ხო, აბა. ესე მეგობრებო. აუ არ ვიცი. ისე მარიამი. ისე მარია. არა? სამწუხაროდ. რაკოში ვარ? სამომე. არა ძმა. არა, პირველი მე ვიყავი, მეორე მე იყო და მესამე ეს. მართლა? ორჯერ წარა დავალები. ვიწყებთ მესამე რაუნდს, რომელსაც ქვია გამოიცანი, რომელი ამბობს სიმართლეს. მე უნდა დავარიგო ბარათები და რომელსაც ამოუვა ერთიანი, მხოლოდ ის ამბობს სიმართლეს. მარიამ დაიწყე აბა. ერნეს ჰემინგუეიმ დაწერა პატარა მოთხრობა, იყიდება ბავშვის ფეხსაცმელი, ჩაუცმელი და ამაში მიიღო რაღაც პრიზი, მოკლედ. ნობელი. მე? დავდროს ყველა სიმართლეს პროპაგანდა. კონსტანტინოპოლი დაიცა 1553 წელს. მოკლედ იყო ერთი გოგო, ერქვა ანა. და სექტაში დადიოდა. ექსექტანტი. მასონი იყო. ნაცადე. ვიზეც ლაპარაკო მიდი. ნაცადე. ხო და იყო ორსულადე გოგო. სულთანი. და გააჩინა შვილი და თავის და შვილს დაარქვა დანა. დანა. გაგზავნება თუ კიდე დანა. კარგი. დანა და მეორე ყუპი ყავდა მეორე ჩანგალი დაარქვა. დანა და პეტრუშკა შეჭიდა. კინცი ხაფი პეტრუშკა გამისწრებს. აი აჯაფშანდელი ნუ გამიკეთეთ. რთულად გავსახმე. დისნეის ერთ-ერთი მუსიკი. რომელიც ფილმიც არის გადაღებული, ლამაზმანი და უჩხული, ნამდვილ ამბავზეა დაფუძნებული. ანუ გისმენთ? რა თქვი? ბაბუაჩემი ომის ვეტერანი იყო და ბაბუაჩემიც. ბაბუაჩემი, ჩემი დიდი ბაბუა ხერხი დაიყვა. უნდა გამოისვა. ხო ვიკრე, ანა გაქვს 30 წამი. კი, მახსოვს, ყველას ფაქტი მახსოვს. იმან დისნეისი. კი, ჩემი ფაქტი გახსოვს, მანდი ყავი მაგ კონსტანტინოპოლი დაეცა 1553 წელს რაღაც. ხო. ეგ აი, აბა მოიფიქრე ხა. ფაი თვალებში კონსტანტინოპოლის დაცემის წელი მართლა არ მახსოვს. თვალებში ამოიკითხე მე სიმართლე. ჩემი ისტორიის მასწავლებელი მაპატიებს კარგად სწავლობდი, მაგრამ კი, გეტყობა რა გაგაზო. ის ორი ვაფშე გავაგდე რა თქვენ წადით. რომელი? თამარი და მე თქვი ჭკვიანური ხო ერთადერთი. Wait a minute. Who are you? კარგით ვინ იყოს თქვა სიმართლე? მარიამი. მარიამი. ამოატრიალეთ ამას ვინ გადაამოწმებს ახლა რომ მართლა სიმართლე. ბიჭო, ეს ხო ციგნებზე გეტყვის ვერ ითქვის რა მოსული. რატო ვთქვი რამე ანა მიიღო დამსახურებული ერთი ქულა. ვიწყებთ მეორე რაუნდს, სადაც აქვს დამსახურებული ერთი ქულა და ისე ვირჩევთ ბარათებს. გოგო, ასე გაჭირა, ერთი არის ზემოთ იყო. რა რა. არ უნახავს არავის. გახედეთ ბარათებს და დაასახელეთ ფაქტებს. ბავშვობაში ძალიან მაინტერესებდა მუსიკა, ინსტრუმენტები, დასარტყამი ინსტრუმენტები და დავდიოდი ტამტამზე. ო, იცი თავი ახუნები. კუდა. თამარ დაასახელე. აუ გლორის სუნი მოკლედ. თამარ დაასახელე ფაქტი. ოჯახში 7 და-ძმანი ვართ. ია. ბავშვობაში დამოვიყო და სახში და ერთად თამაშობდით ხოლმე. ვინა? შეთიკო. ბავშვობაში ტაიკვანდოზე დავდიოდი. რა გულწრფელია მეგობრებო, არის ეს. რაღაცა დროის ახლა მიხვდება რომ არ ამბობს სიმართლეს რა თუ. რა იცი რომ არ დავდიოდი. რა იცი რომ არ დავდიოდი. პირველ კლასში მოსმინა? პირველ კლასში ვიყავი სკოლაში ერთი გოგო. დანჩენი ბიჭები. კაი. ნაგავი ამი გვერდება? გაქვს თუ გჭირდება ანი მოსაფიქრებლად. თუ არა და შეგიძლია დასახელო.
ჩემი აზრით ეს სამი გამოვრიცხე. ვინ? ეს სამი გამოვრიცხე. რომელი სამი? არის ან მარია. ტაიგვანდო და დამამოვი. ან ვიკან მარიამი. რთული იყო. გარადაზე დავდივდი. კაიგვანდაზე არა. ჩემი აზრით ვისელ მარიამია. გამორიცხეო, ხო გამოვრი. შენ არა, შენ არა. ვიკა და შენ დაქტოვი ვიკა და და ჩემი აზრით შენ ამბობს იმართს, იმიტომ რომ ოზურგეთში შეიძლება მარტო კოკოთას სოფელში შეყვი. ოზურგეთი დიდი ქალაქია. კარგი, მარიამ. შენ რა, ანუ რა? მარიამ, აბოატარიარე კარგი. ხო. ოჩა შენ ანასტამსა ვიკა ისე შენგან ვიწყებ და ასახელე ფაქტი. ისმე. მაცალე. ხატვა მეხერხება. ვიცით? ჯერ და სახლში ჩემი ნახატი პეიზაჟი მიკიდია ოთახში. კი, შენი სახე. საღებში. თავარი გისმენ. ოკეი, კრიმინალური ოჯახიდან ვარ. ამასაც თუ ხარ ვერ შეუჯახი შესახებ არაფერი იცით? სამაშინი პროფესია ვიცი. ბაღში როცა დავდიოდი, მასწავლებელი ერთ თოჯინას არ მადლებდა და მცემე. თურქობა დაიწყო 1080 წელს საქართველოში. რომელ წელს? 1080. 1080. კარგი. მარიამ. შეთიკო მე მითხარი როდის დაიწყო თუ იცი. დიდი თურქობა დაიწყო. იმაში გამოიძანი რომელია? 1223 წელს. მარიამ. რა გინდა? შენ ვიცი რომ ხატვა არ გამოგვდის, იმიტომ რომ საშინელი კალიგრაფია გაქვს. შენ გამხატვარი არ გადგება. კალიგრაფია სად ნახე? ნახე, აი მას რო იწერდი და შენგან გადავიწერთ, რომ გითხარი რაღაცა. აი, ინგლისურად რა ვწერდი? დიახ. აი, ამიტომ მეგობრებს ანა ყველა სანა. ის გამორიცხე. ვიკა გამოვიწყე. ინგლისურად რა ვწერდი, იქიდან დაასკვნა. დიახ, შენგან მხატვარი არ გამომაბოდი. ოკეი. თან ვარჯიში სიმოსწერდი. შენ არ ამგონია კრიმინალური ოჯახი ყავდეს მე რასაც თამარ ვხარ, მა? გურჯობელამ. შენ მასწავლებელს ვერ ცემდი, იმიტომ რომ ძალიან პატარა იქნებოდი. გამერწმუნე, არ გაუჭირდებოდა. და თქვენ დარჩით. ამ დიდი თურქობა როდის იყო დიდი ეს? თურქობა, ხო. ჩემი აზრით. შოთიკო ამართალი. იმი. ისტორია აბა დაფიქრდი, რომელ საუკუნეში იყო დარწმუნებული თურქობა. სანცუდო. რომელ მეფესთან იყო გოგო? გული მიგდის. ხო, დამანებეთან შოთიკო, საო წერტილი. ეგ არის, ხო, 1440 წელს დაიწყო თუ რა თქვი. ოჩახ. არა, თამაშის წესების მიხედვით მირამ უნდა გამოიცნოს დევს თუ არა $1 შავ ყუთში. ნებისმიერი კითხვა შეგიძლია დაუსვა ანას და ამ კითხვების შესაბამისად შენ უნდა მიხვდე დევს თუ არა $1. მაგის ჩვენს კაზინოს გავხსნით. შესაძლებელია. ნუ მეჯიბრები. აი, ან ჩვენ ყუთში არაფერი არ დევს. კარგი, მირას აზრით არაფერი არ დევს ყუთში. ოჩახ მირამ გამოიცნო. შემდეგი მონაწილე შემოდის. დიდი სურპრიზით მოვედი გოგო. მოკლედ შენ ვერც კი წარმოიდგენ შიგნით რა. წამსომი ქართულია. ასე გრაუნდეს. შენ მოგიყვანა. ისეთი რამე, ნუ ეთქვი. სულ რაღაც $1 საუბარი. ამინ. ჩემი აზრით ამ ყუთში არაფერი არ დევს. შეგიძლია გვაჩვენო ყუთი თამარ? აი მესამე მონაწილე. მაინც არაფერი დევს დაიგე. ერთი წუთი გაქვს. მოკლედ იცოდე 50-50-ზე რა. მათემატიკურად რომ მივუდგე რა. ზედმეტი ბაზარი არ უნდა. ანა დევს, ანა არ დევს. ესმის მეც ჩემგან ვერაფერს ვერ მიიღებ. ყუთს არ ვიღებ, ჩამაჭყიდე. ყუთს თუ გინდა დაგიტოვებ მე რითო. შენ ნახე. მე შენ ვნახო. საიდან ის უკვე? არც გინახავს. რა შანს, ხამის ხედვის აპარატი კი აღგონია თვალის ზემოში.
მალე მოიფიქრე რა. ჩემი აზრით რახანი მორი 5-ში არის დოს, ჩემი აზრით ეხლა იდე. ხო, ეხა იდება, იმიტომ რომ შოთი კოსმია, ხან ერთადერთი ბიჭია. ჯანდაბას. დევს. იკოსკი. რა? გვაჩნდეს შავი ყუთი. შეთიკო გახსენდი შავი ყუთი. არდეს. აჰა, შენი დოლა. 3. ხურდა შედი დაიდო. კარგი, მოკლედ 3-3. ვიწყებთ მეხუთე რაუნდს სიმართლის დეტექტორს. გვყავს ორი მოთამაშე, რომელიც ერთი იტყუება და ერთი ამბობს სიმართლეს, შენ უნდა გამოიცნო, რომელი იტყუება. სიმართლე თუ მოქმედი? გულია იქნება 1 წუთი თამარ. მაღალი კარტი. კარტები თან. მეგონა ისტორია უნდა მოიყვანო. შენ დასკო. ღმერთო. მეც მაგალი კარტი ყავს, ძალიან მაგალი კარტი იქ მაგალი ყავს თამაში, რომელშიც ყველგან აი ეს ითამაშა. კითხვები შეიძლება? ყველგან. ანუ იცი როგორ არის? ანუ შეგიძლიათ ეს კითხვა კარტი პასუხის რეჟიმი. ყველგან მაღალია თუ არის მომენტი რომ დაბალია? ეგ ყველაზე მაგალი კარტია, უნდა მოსა. ყველა თამაში არის, ეგ მით დონე კარტია. ჯოკერში არის, იმენა ჯოკერზე მაგალი. გააჩუმეთ ეს შევღონდი. ორივე შეგიძლიათ უთხრათ თამარ, შენ მარიამსაც შეგიძლია დაუსვა კითხვები. ისე მაღალი ყავს. მე ვფიქრობ ეხა დალევაზე მართლა თუ გინდა სიმართლე თუ გინდა. თამარ დასრულდა 1 წუთი და შენ უნდა დაასახელო ვინ იტყუება. შპარგალ გაგინდა. აა თვალებში შემომხედე, რას გეუბნები? კარგი, ოკეი. რომელი ის იტყუება შენი იტყუება? აზრით? რომელი? ის ვინ? მე ბო რა ცხოვრებაში ყველი არ მithქონს ჩემი გაი. მე სულს იმას. შეთიკო იტყუება შენი აზრით? გეუბნები ყველაზე მაგალი კარტია. შენ გაქვს ამსახურებული ერთი ქულა. ისე იქცევა ხოლმე რა აი რატო ანუ ეკრანში შეგიძლიათ აჩვენოთ კარტიშოთ. ეხლა მგონია რომ აი ესე არ ტყავს უცებ კეფაში. შეგიძლიათ დაიწყოთ კითხვა-პასუხის რეჟიმი. აბა ჩართულია კითხვა-პასუხის რეჟიმი და ვიწყებთ. მე მყავს 10-ზე მაღალი კარტი. და ერთ-ერთი ჩემს საყვარელ თამაში ჩვენთან კაზინოში ხოთამ. ყველაზე საინაი. აი საიდან უნდა ვიცოდე რომელი ხარ რომელი მაგიდაზე ხარ რომელი. შენ ხა თუ მაკვირდები მიხვდები. რა ლურჯ მაგიდას არ გასცენი ხარ და ნახე. 10-ზე მაღალია და ეს ის კარტია რომელიც ყოველთვის მრჩება ხოლმე. სადა ჯიბეში. მე 30 კარზე ყოველთვის დასკანერების დროს. ამ კარტს. შენ კამერებს არ უყურე? არა, შენ ხო ხშირად ხარ. შენ გოგო ყველას არ უყურებ ხოლმე მაგიდი და აკვირდებოდ. რანაირად გვეძეგიზი ვარ. წინ ვარ ხოლმე სადღაც 20 მეტრზე შორები და რანაირად რომ უყურო შენ კაცს. კარგი, წამზომი დასრულებულია და თამარ, აბა ვენდოთ შენს ინტუიციას ვინ კაი, ოკეი, ვფიქრობ ერთი წამით. კაი, ეს იყოს. შენი აზრით იტყუება ანუ. ხო. სამწუხაროდ ამ რაუნდში. ვიფიქრე მირადა, მაინც ამაზე წავი. ვიწყებთ მე-6 რაუნდს, გამოიცემი ყალსაბამი. კი, მარიამს აქვს ისევ 1 წუთი, რომელიც განმავლობაში. კი, მარიამ ნივთები უკვე აქვს, ანუ რომელიმეს აქვს და შენ უნდა გამოიცნო, რომელს აქვს ნივთი. შენ გაქვს 1 წუთი. კიდე ტრიალიანა. მე? ამას რატო უყურებ? ანა, ამას უყურებ, ინგეურებ. ანუ რომელიმეს აქვს, ხო? კი, რომელიმეს აქვს. რა მირას აქვს მაშინ? მირას აი ზუსტად ეს იყო მარიამ. აკე. მაგრამ ესე გადაწყვეტა ხახას იყოფენ და ესე სრულდება ჩვენი თამაში.